სრულიად მშვენიერები არიან და ჯიჰადზე საერთოდ არ ფიქრობენ. ისინი ცდილობენ წარმართონ თავიანთი ოჯახური ცხოვრება ისე, რომ ეს ძალიან გავს იმას, როგორც ჩვენ, ქრისტიანები ვცხოვრობთ, ღმერთის შიშით, რწმენის დაცვით. ისე, რომ არ გინდა უცნაური woke იდეოლოგიები შენს შვილს კლასში შეხვდეს. სინამდვილეში ბევრი საერთო გვაქვს. და ვფიქრობ, ამ ადამიანებს სამიზნედ ისახავენ ზოგიერთი უკიდურესად პროისრაელური ადამიანები და უსამართლოდ აერთიანებენ მათ რადიკალურ ისლამისტურ სექტასთან, რაც მათთვის მართლაც საშიშია. ამ ვიდეოში ის ძირითადად უხსნის მსოფლიოს, რომ ბევრი მუსლიმანი უბრალოდ ძალიან კარგი, ნორმალური ადამიანია. ისინი ისეთივეები არიან, როგორც ჩვენ. მოდით ნახოთ, როგორ იცვლის მეგინ კელი კიდევ ერთხელ აზრს. არ მჯერა, რომ ეს მარშები უბრალოდ ღაზასთვის დახმარების თხოვნა. ეს არის გარკვეული ჯგუფების, განსაკუთრებით ისლამისტების უპირატესობის დამტკიცება. სად ცდება ის? რა თქვა მან ისეთი, რაც თუნდაც სადაოდ არასწორია? Clay ყველაზე უკეთ გამოხატავს ამას. და ეს ის იყო, რასაც ის ადრე ამბობდა, რაც უბრალოდ ძალიან ნორმალურად ჟღერს. იყო მიზეზი, რატომაც ყველას მოგწონდა მისი მოსმენა. არ მჯერა, რომ ეს მარშები უბრალოდ დახმარების თხოვნაა ღაზასთვის. ეს არის გარკვეული ჯგუფების უპირატესობის დამტკიცება. რა თქმა უნდა, წარმოშობით სომალიდანაა, საბოლოოდ მუსლიმთა საძმო манипуляცია მოახდინა მასზე, როგორღაც მოახერხა თავის დაღწევა ამ ყველაფრიდან. ჩვენ ამაზე გრძელი ეპიზოდი გავაკეთეთ და მას ამ თემაზე წიგნებიც დაუწერია. როგორღაც მოახერხა თავის დაღწევა და გახდა ისლამისა და განსაკუთრებით ქალების მიმართ მათი ქმედებების მუდმივი კრიტიკოსი. მაგრამ ის უკვე 10 წლეულია, რაც ამაზე განგაშს ტეხს, განსაკუთრებით იმაზე, რაც ევროპაში ხდება. ეს კაცები გადმოდიან და ქალები, რომლებიც ადრე თავისუფლად დადიოდნენ ქუჩაში მაისურითა და შორტებით ყავის საპირდლად, ახლა შევითროებას განიცდიან. ზოგ შემთხვევაში კი თავს ესხმიან კიდეც. ხშირად კი იძულებულებები არიან მამაკაც ნათესავთან ერთად იარონ. გესმით განსხვავება 2023 წლის ამ განცხადებასა და იმაზე, რაც ახლახან მოვისმინეთ? ის ამბობს, რომ მუსლიმები უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანები არიან და შემდეგ ამბობს: ვიცით, რომ ეს საფრთხეა ქალებისთვის. ვიცით, რომ ხალხს თავს ესხმიან. სიტუაცია უარესდება. უბრალოდ იმისთვის, რომ საკუთარი უსაფრთხოება დაიცვან, რადგან ისინი არ ასიმილირდებიან. ისინი ელიან, რომ ევროპელი ახალგაზრდა ქალები და სხვები მათ წესებს მოერგონ. შემიძლია თქვა, რომ როცა მეგინ კელის ამ ვერსიას უსმენთ, ფიქრობ, სად ხარ, სად წახვედი, რატომ დაგვტოვე? გვაგლი ხარ შენ, გონიერი და ნორმალური ადამიანი. იმიტომ რომ ის, რასაც ის აპირებს, თქვას 2026 წლის აპრილში, თავისი სისულელით გაგაუგნებთ. манипуляცია იმდენად გავრცელებულია, რომ თითქმის ვერც კი ხვდები, რომ ეს ხდება, რადგან ყველა ერთსა და იმავე სიმღერას მღერის. და ასე გონია, ხო? ესაა, რასაც ყველა ვფიქრობთ. მახსოვს Fox News-ში ეს თითქოს ავტომატურად ხდებოდა. უნდა გეთქვა, რომ ისრაელთან ძალიან განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. იცი, ის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა ახლო აღმოსავლეთში. და ხანდახან მახსენდებოდა, მეკითხა რატომ, კიდევ ერთხელ რატომ. თითქოს იცი, ვინმეს აეხსნა ეს ჩემთვის. გულისხმობ, იმიტომ რომ ეს მართალია, ყველაფერი არ არის პროპაგანდისტული სვლა.